სკოლის გარეშე დარჩენილი ბავშვების მშობლები პროტესტს იწყებენ. მიზეზი ათეულობით სკოლაში დაწყებული სარემონტო სამუშაოებია, რომლებიც მშობელთა თქმით დროში იწელება. ისინი ყვებიან, რომ ბავშვების გაურკვეველი დროით სხვა სკოლებში არიან გადანაწილებული, რის გამოც დიდ მანძილზე უწევს სიარული. გაკვეთილების ხანგრძლივობა კი შემცირებულია. ეს ყველაფერი მშობლების თქმით უარყოფით გავლენას ახდენს მოზარდებზე და მოსწავლეები ვერ ახერხებენ სრულფასოვანი განათლების მიღებას. საქართველოს მასშტაბით სახელმწიფო პროგრამით 80 ახალი სკოლის მშენებლობა და 720-ის რეაბილიტაცია დაგეგმილი. წელიწად ნახევრიანი პერიოდით კი მხოლოდ 2 სკოლის მშენებლობა დასრულდა. ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში თითქმის არც ერთი სკოლა არ დასრულებულა. წლების განმავლობაში 21,000-ზე მეტი მოსწავლისთვის ახალი სასწავლო წელი ისევ პრობლემებით იწყება. სისტემა არ არის ბავშვზე ორიენტირებული და ორიენტირებულია მაგალითად კონკრეტული სამშენებლო კომპანიებისთვის სარგებლის მოტანაზე, კორუფციული გზით მომხვეჭელობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვების თითქოს ტრანსპორტირება ხდება სხვა სკოლებში, ეს სკოლები საკმაოდ დაშორებულია მათ საცხოვრებელ ადგილს, ანუ დროის რესურსი არ არის გათვალისწინებული. ამას გარდა თავად საგაკვეთილო პროცესი მიმდინარეობს შემჭიდროვებულ დროში, საბოლოო ჯამში ეს განათლების ხარისხზე აისახება. ათასობით ბავშვი არის სკოლის გარეშე დარჩენილი და შეხიზნული სხვა სკოლაში, რაც უსერიოზულეს პრობლემას შექმნის სამომავლოდ. მშობლები, ოჯახები დღეს უკვე ხედავთ პრობლემას, რომ განათლების ხარისხი არის იმაზე უარესი, ვიდრე იყო აქამდე. ნაგავსაყრელად ქცეულ სკოლის ტერიტორიებს არ მგონია, რომ მშობლები შეეგუან, რასაც ესენი დღეს სწავლას ეძახიან. ეს არ არის სწავლა, ეს არ არის ზოგადი განათლება. ეს არის რაღაც ფასადური.